ირანის რეპრესიული რეჟიმის მიერ 20-ზე მეტი ფერეიდნელი ქართველია მოკლული, განცხადებას ორგანიზაცია ფერეიდნიდან საქართველომდე აქვეყნებს. პოსტში ნათქვამია, რომ ცეცხლსასროლი იარაღიდან 70 წლამდე ქალს მაშინ ესროლეს, როცა ხელში თავისი მცირეწლოვანი შვილიშვილი ეჭირა. გავრცელებული მონაცემები არ არის ზუსტი და ის მხოლოდ ქალაქ ისპაჰანსა და იქ მცხოვრებ ქართველებს მოიცავს. ირანის უსაფრთხოების ძალები მოკლულთა ოჯახებს თავს დაესხნენ და იმ საბრძოლო მასალის საფასურის გადახდა დააკისრეს, რომლითაც მათი ახლობლები დახოცეს. ინფორმაციას ირან ინტერნეიშნალი ავრცელებს და წერს, რომ რეჟიმის მართულმა ძალებმა აღმოსავლეთ თეირანში დაშინების მიზნით რეიდები ჩაატარეს. იყო სროლა და სახლების ძარცვა. მოსკოვსა და თეირანს შორის ურთიერთობების ხასიათს მესამე მხარე ვერ შეცვლის, აცხადებს ლავროვი. კრემლის საგარეო საქმეთა მინისტრი ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა ირანთან თანამშრომლობისთვის ყველა ქვეყნისთვის 25%-იანი ტარიფების დაწესებაზე. სუდანში კურიერს სავარაუდოდ არასრულწლოვანები თავს დაესხნენ, სცემეს და შეკვეთა წაართვეს. ამის შესახებ მოქალაქე სოციალურ ქსელში წერს და ფოტოს აქვეყნებს. მომხდარი ირგვლივ არსებულ კამერებს უნდა დაეფიქსირებინა.